წინაპრებს სიგიჟემდე შეყვარებია ბიძაშვილის ცოლი და ეს ამბავი გაუგიათ სოფელში. მოგეხსენებათ სვანების ადასწესი, რასაც მოყვა სერიოზული დაპირისპირება ოჯახში. ამ კაცს ქალის დასაცავად რომ არ მოეკლათ, მოუწია ხატზე დაფიცება, რაც მოგეხსენებათ ხატზე დაფიცება ძიმე ცოდვად მიიჩნევა. დიდ ბაბუაზია საუბარი და აბსოლუტურად ყველა ქალი და კაცის ხაზი თითქოს დაწყევლილია და არც ოჯახები უმრავლდებათ და საკმაოდ რთული სურათია ოჯახში. წინაპარმა რომ დაიფიცა ცრუზე, თუ ვინმე ოჯახში კაცი ყავდა და თუ ვინმე ყავდა, ყველა გარდაიცვალა მალევე. ერთი და იგივე სცენარი ვითარდებაო. პერსონაჟები იცვლება, მაგრამ სცენარი იგივე რჩებაო. მინდა გავკადნიერდე და გკითხოთ, შეიძლება გამოისყიდონ ეს საკმაოდ ძლიერი ცოდვა? პასუხობ შენს კითხვებს და საფეხურებად მივყვები და გავშლი რა რას ნიშნავს და რა რატომ და გამოსავალსაც გეტყვი. პირველ რიგში ვიტყვი რომ გამოსასყიდი აქ არაფერი არ არის და ყველაფერს საფეხურებად გავშლი, მაგრამ სანამ ყველაფერს საფეხურებად გავშლი, ჯერ განვიხილოთ რა არტეფაქტია ხატზე დაფიცების მექანიზმი. ხატზე დაფიცების მექანიზმი ეს არის არტეფაქტი, რომელიც დაუტოვეს სვანებს ქალდევებმა, მათმა წინაპრებმა. ხატზე დაფიცება რელიგიას და ცალკეულად ხატს კი არ ეხება, არამედ ეს არის უძლიერესი მექანიზმი ნატიფ ენერგიაში, რომელიც ემსახურება სვანების ენერგიულ სულიერ სისუფთავეს. ხატზე დაფიცების ეს მექანიზმი წარმოადგენს ერთგვარ შელოცვას, პროგრამას. განვიხილოთ როგორი მოქმედების პროტოკოლები აქვს ხატზე დაფიცების სისუფთავეს. ვინც ხატზე დაფიცებას ცრუზე გააკეთებს, ის იღებს უდიდეს სასჯელს ამ ენერგო რეზერვარიდან და ამ ენერგო რეზერვარში ჩატომებულია უდიდესი ენერგიები. სვანების მიერ საუკუნეების განმავლობაში და სვანებამდე, უпростоრედ სანამ სვანებს სვანები დაერქმეოდა, ქალდევების მიერ არის ეს ენერგო ეზოთერული სულიერი მექანიზმი დაპროექტებული და შემდეგ უკვე ფორმა იცვალა ამ მექანიზმმა და ხატზე დაფიცების ფორმა მიიღო სისუფთავეში. მაგრამ ამის საწყისი არის ქალდევები, იგივე ქალდეველები. ეხლა როგორი მექანიზმია ხატზე დაფიცების ეს მექანიზმი? მას აქვს მარტივი პროტოკოლები. მას არ შეუძლია ფიქრი, არ შეუძლია განსაზღვროს თავად რა როგორ უნდა იყოს. ის საზღვრავს მარტივად. ცრუზე იფიცებს ადამიანი, ის იღებს უდიდეს სასჯელს. არ იფიცებს, არ იღებს სასჯელს. ეს არის მექანიზმი, რომელიც იცავდა სვანებს და რომელიც სვანებს აერთიანებდა ერთ სულიერ სიძლიერეში. შესაბამისად, სვანებს უბრალოდ შიში კი არ ქონდათ, რომ ვაიმე მე ეხა ცრუზე დავიფიცებ და ღმერთის მეშინი, არამედ სვანებმა გარკვევით და მყარად იცოდნენ ცრუზე დაფიცება რა შედეგსაც იწვევდა. შედეგს იწვევდა. რადგან ეს მექანიზმი სწორედ ესეა დაპროექტებული, რომ იწვევს შედეგს. ეხლა რაში დაჭირდათ სვანებს აი ამ მექანიზმის შექმნა? სვანებს არ ყავდათ არც თავადი, არც მეფე. შესაბამისად, მათ ჰქონდათ სულიერი მექანიზმი იმისთვის, რომ სამართლიანობა ეპოვათ ერთმანეთში. ეს არის ერთგვარი ეზოთერული სულიერი სიწმინდის სასამართლო. და არა მარტო სასამართლო, ბევრი ფუნქცია აქვს ხატზე დაფიცების სისუფთავეს. მას აქვს როგორც სასამართლოს ფუნქცია, ასევე დამცველობითი ფუნქცია სვანების, ასევე გამაერთიანებელი სვანების, რომ არ დაიქსაქსონ და გავშლი ახლა ამ ფუნქციებს. შესაბამისად, ხატზე დაფიცების სისუფთავე უბრალოდ ტრადიცია და წმენა კი არ არის, ეს არის ნამდვილი მატერიალური არტეფაქტი, რომელსაც აქვს უდიდესი ძალა დღემდე და ექნება ყოველთვის. რადგან მასში ამ მექანიზმში ჩატვირთულია უდიდესი ენერგიები თაობიდან თაობამდე, ეს რწმენა, ეს განზრახვა, ეს ძალა, ეს ყველაფერი ამაში ჩატვირთულია ენერგია, დიდი ენერგია ტრიალებს ხატის დაფიცების სისუფთავეში. უდიდესი ენერგია ტრიალებს. ეხლა რაზეც ვსაუბრობ, არასდროს არ მქონია ხატზე დაფიცებაზე ნაფიქრიც კი, უბრალოდ ინფორმაციები მოდის რა ხდება და რო ვუყურებ რამხელა ენერგიის შემცველი რეზერვარია, რომ ამ ენერგიას შეუძლია ნებისმიერ ნაწილში განახორციელოს თავისი მოქმედება. დასჯაში, ადამიანების დახმარებაში, თემის გაერთიანებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერს ახლა გავშლი ფენებად. შესაბამისად, ქალდევებმა სვანებს დაუტოვეს სისუფთავის სამართლიანობის მექანიზმი. ეს მექანიზმი შეიქმნა იმისთვის, რომ სვანებს შეენარჩუნებინათ გარემო პირობებიდან გამომდინარე სულიერი ერთიანი სისუფთავე, რაც მათ გააერთიანებდა და არ დაგსაქსავდა. რადგან ეს იყო ერთადერთი გზა მათი გადარჩენის იმ მკაცრ პირობებში, რაშიც იმყოფებოდნენ. ეს იყო გადარჩენისთვის, რათა გადარჩენილიყვნენ, რათა ვინმეს არ დაერღვია კანონები, რადგან როგორც კი ირღვეოდა კანონები, ეს მათ ერთიანობას არ ღვევდა და მათი განადგურება ხდებოდა. განადგურება იმ კუთხით, რომ ვეღარ ხდებოდა მათი გადარჩენა. ვეღარ ხდებოდა იმ მკაცრ პირობებში, რაშიც იმყოფებოდნენ. ეს კიდევ დღეს იმყოფებიან ბუნების მკაცრ პირობებში, მაგრამ
აქამდე იქ იმდენი პროცესები ხდებოდა ენერგეტიკული და სულიერი და სხვადასხვა არსები იყვნენ, რომ იქ მათ ჭირდებოდა სისუფთავეები. იქ სხვადასხვა არსები ცხოვრობდნენ ზებუნებრივი, რომელთანაც თანაარსებობა მარტივი არ იყო და ამ თანაარსებობისთვის საჭირო იყო სულიერი სისუფთავე და ეს იყო მექანიზმი, რომელიც იცავდა სვანებს და დღემდე იცავს. ეხლა ამ ნაწილს თეორიის სახით განვაჟღერებ, მხოლოდ ამ ნაწილს. რატომ იყო ეს მექანიზმი, რომ ხატზე დაფიცების მექანიზმი ავლენდა ადამიანის ნამდვილ მოტივს? რა ინფორმაციებიც მომდის, ქრისტიანობამდე და წარმართულ პერიოდში, ქალდევების პერიოდში, სვანების პერიოდში, დიდი ხნის წინ იყვნენ შენიღბული ყუდიანები, ჯადოქრები, რომლებიც იღებდნენ მაქციები დაარქვით თუ გინდათ, რაც გინდათ დაარქვით, რომლებიც იღებდნენ სვანების სახე ფორმას, რომლებიც შემდეგ იწვევდნენ გარკვეულ არეულობას ან შიდა მათ სვანების განადგურებას, სხვადასხვა დანაშაულებს ჩადიოდნენ ეს ყუდიანები, რომლებსაც ჰქონდათ მიღებული სახე ფორმა ადამიანის და რა იყო ამის გამოვლენის საშუალება ერთადერთი? იყო ის საშუალება, რომ ხატზე ქალდევების დროს სხვა რამეზე იფიცებდნენ და ამ დროს პირდაპირ ვლინდებოდა ამ არსის სახე, უпростоრედ ის არსი ვერ იფიცებდა, რადგან იმ ყუდიანს შესანიშნავად მოიხსენებოდა, რო დაეფიცებინა ხატი იქნებოდა თუ მაშინ რა რწმენაც იყო, რაზეც იფიცებდნენ, ეს გამოიწვევდა მის დაზარალებას ენერგეტიკულად. როგორც ეზოთერიკოსი არ გაყიდის თავის სულს სატანაზე, ისე არ გაყიდდა წყევლაზე საკუთარ თავს ეს ყუდიანი. ამიტომ ესე ავლენდნენ ყუდიანებს. ესეთი საბრძოლო მექანიზმიც იყო ხატზე დაფიცების სისუფთავე. უბრალოდ შემდეგ ამ დაფიცების სისუფთავის არტეფაქტმა შეიცვალა ფორმა და ხატზე დაფიცებაში გარდაიქმნა. თუმცა პირველ წყარო რისთვისაც იყო ეს იყო იმისთვის, რომ გამოევლინათ უცხო ტომელი საკუთარ ტომში, რომელსაც მიღებული ჰქონდა სვანის სახე, ადამიანის სახე. გამოსავლენი საშუალება იყო ყოველთვის. შემდეგ, როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა, რელიგია შემოვიდა, გარდაიქმნა ეს მექანიზმი, ამ მექანიზმმა არ დაკარგა თავისი ძალა, რადგან საჭირო იყო კიდევ და უკვე ხატზე დაფიცებაში გადაიზარდა და საწყისშივეც და ეხლაც ორივე მექანიზმი იყო სუფთა განზრახვისთვის, გადარჩენისთვის, სიცოცხლისთვის, სიცრუის გამოვლენისთვის და შესაბამისად ხატზე დაფიცების მექანიზმს აქვს უდიდესი სისუფთავე და ძალა. ქალდევებს ხატზე დაფიცების მექანიზმი რო არ დაეტოვებიათ სვანებისთვის, სვანები დღემდე ვერ მოვიდოდნენ ჩვენამდე და რაში ჭირდებოდათ ეს მექანიზმი? იმისთვის ჭირდებოდათ, რომ დღეს მოსულიყვნენ ჩვენამდე და თითეული საქართველოს კუთხეს თავისი დანიშნულება გააჩნია ჩვენი მომავლისთვის. სვანების გამოცდილება, სვანების სისუფთავეს, სვანების ხასიათს, სვანების ქმედებებს, ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება მეგობრებო მომავლისთვის და შესაბამისად ქალდევებმა, როდესაც ეს ენერგეტიკული მექანიზმი დააპროექტეს, მათ შესანიშნავად იცოდნენ ეს რისთვის იყო. ეს იყო იმისთვის, რომ სვანები დღემდე მოსულიყვნენ ჩვენთან, გადარჩენილიყვნენ. შესაბამისად ამ გადარჩენისთვის ქალდევებმა შექმნეს სიწმინდის, სამართლიანობის და სიმართლის და ჭეშმარიტის მექანიზმი, რომელმაც გააერთიანა ისინი და დღემდე მოიყვანა ჩვენამდე. როგორც დასაწყისში ვახსენე, ხატზე დაფიცების მექანიზმი მოქმედებს მარტივად, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი და ბუმბერაზი ენერგიის მქონე მექანიზმია. და მარტივად რა კუთხით მოქმედებს? ის კითხვებს არ სვამს. ის რეაგირებს შესაბამისად. სვანი ხელს ადებს ხატზე და იფიცებს თავის ნათქვამს. თუ ცრუ არის, ხატი გრძნობს გულში რა ხდება და თუ ცრუს ამბობს ადამიანი, შესაბამისად გადმოდის ხატიდან, ამ მექანიზმიდან, ესე ვთქვათ, პროგრამა, რომელიც იწყებს ჯიშის სისხლის ხაზის დაზიანებას და სასჯელის განხორციელებას. მაგრამ ხატზე დაფიცების მექანიზმმა არ იცის ადამიანის ნამდვილი მოტივი. ის არ განიხილავს ადამიანი იმსახურებს თუ არ იმსახურებს ამ სასჯელს. ის ამოწმებს უბრალოდ ეს ადამიანი იტყუება თუ არ იტყუება. თუ ცრუზე იფიცებს, რეაგირებს შესაბამისად. ესეა დაპროექტებული. მას არ აქვს თავისი ცნობიერი, მას აქვს კონკრეტული პროტოკოლები, რომლის მიხედვითაც მოქმედებს. შესაბამისად, რატომ ვახსენე? გამოსასყიდი არაფერი არ არის თქო, იმიტომ რომ გამოსასყიდი აქ არაფერი არ არის. რა გააკეთა დიდმა ბაბუამ? შეუყვარდა ბიძაშვილის მეუღლე, მასაც შეუყვარდა ეს და სიყვარული მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი მოქმედება, მაგრამ სიყვარული მოხდა, გესმით? და სიყვარული რომ მოხდა, სიყვარულის გამო მან დაიფიცა ცრუზე. გესმით რას ვამბობ? მან შესანიშნავად იცოდა რა სასჯელს მიიღებდა, მაგრამ სიყვარულმა გააკეთებინა თავგანწირვა და ეს არის უდიდესი სისუფთავე. შესაბამისად, ეს სისუფთავე არ იმსახურებს სასჯელს, მაგრამ ხატზე დაფიცების სისუფთავე მეს არ იცის. მან უბრალოდ იცის, რომ ამ ადამიანმა ცრუზე დაიფიცა. ამიტომ ეხლა რა უნდა მოხდეს? ეხლა რაც უნდა მოხდეს, ის არის, რომ უნდა მოხდეს ხატზე დაფიცების მექანიზმზე სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული რიტუალით. ეხლა თქვენ რაც უნდა გააკეთოთ, კონკრეტული რიტუალით
ვიტყვით, ხატის დაფიცების სისუფთავეს უნდა აუხსნათ სიმართლე, ჭეშმარიტი. რაში მდგომარეობს? უხეშიანით რო გითხრა, უნდა გაასაჩივრო ეს სასჯელი. და ყველაფერს აუხსნი რა როგორ. თქვენი ჯიში არ იმსახურებს ესეთ სასჯელს, რადგან უდიდესი ვაჟკაცობა ჭირდება, უდიდესი სიყვარულის გზალა ჭირდება იმას, რომ საკუთარი თავი გაწირო. ეს თქვენთვის შეიძლება ეხა ვიღაც ისმეს და აუ მე რა მოხდა დავიფიცებ. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს სისულელე, მაგრამ იმათმა კარგად იცოდნენ ამ ყველაფრის ჭეშმარიტი რეალობის ძალა, რას გულისხმობდა. ამიტომ წინაპარმა რაც გააკეთა, ეს იყო უდიდესი ვაჟკაცობის გამოვლენა. როგორ რაღაც გააკეთა, იცით? სიყვარულისთვის ხრამში რო გადახტე და უარესი. გესმით რას ვამბობ და ეს არის უდიდესი სიყვარულის გამოვლინება, რომელიც იმსახურებს არა სასჯელს, არამედ დასაჩუქრებას. ამიტომ ჩვენ ახლა კონკრეტული სულიერი რიტუალით ხატის დაფიცების სისუფთავეს უნდა ავუხსნათ ეს, რადგან მან ეს არ იცის. მან უბრალოდ იცის, რომ ცრუზე დაფიცება მოხდა, მორჩა. ამიტომ ჩვენ ახლა ეს უნდა ავუხსნათ მას. და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უნდა მოხდეს პირვანდელი სახით, როგორც ხდებოდა ხატზე დაფიცების რიტუალი, იმავე სახით რიტუალის გამეორება, იკრიბებოდნენ კონკრეტული ადამიანები, აკეთებდნენ წრეს, შვაში მახშვი იჭერდა ხატს, ის ვინც იფიცებდა, ხელს ადებდა ხატზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში რა დაფიცებასაც წარმოთქვამდა, ხატზე ედო ხელი. ეხლა როგორ უნდა იპოვოთ სოფლის მახშვი კონკრეტულ სოფელში? თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სოფელში აზრი მოეკითხება, რომელთანაც მიდიან, ეკითხებიან გარკვეულ რჩევებს, გარკვეულ აზრებს, გარკვეულ დახმარებას თხოვენ შერიგებისთვის, ურთიერთგარკვევისთვის. თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი, ვისაც კონკრეტულ სოფელში პატივს სცემენ, ვისაც ჩაბარებული აქვს გარკვეული სისუფთავეები, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია, ხათრი აქვს ყველას და ეს არის ადამიანი, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ. სწორედ ამ ადამიანს აქვს ჩაბარებული, გაცნობიერებული აქვს თუ არა ამ ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს ხატის სისუფთავის მართვის ადმინობა. მახშვის სტატუსი ენიჭება იმ ადამიანს, რომელსაც სხვა ადამიანები კონკრეტულ თემში თვლიან ღირსეულად, თვლიან აზრის მოკითხვის ღირსად, თვლიან პატივსაცემ ადამიანად. ავტომატურად აქედან გამომდინარე ენიჭება ამ ადამიანს ხატის სისუფთავეზე წვდომა, ენერგო ინფორმაციაზე წვდომა, რომელსაც შეუძლია შეიტანოს მასში ცვლილებები. ესე ვთქვათ, კავშირი დაამყაროს ხატის სისუფთავის ენერგო რეზერვართან და შესაბამისი მოქმედებები გააკეთოს მასთან. ეს მას ებარება ავტომატურად, უნდა მას თუ არ უნდა, იცის მან ეს თუ არ იცის. მნიშვნელობა აქვს ადამიანების გარკვეული კატეგორია თუ თვლის, რომ ეს ადამიანი არის პატივსაცემი, მისცას თუ ითვალისწინებენ, ის ადამიანი არის ავტომატურად მახშვი და არ არის აუცილებელი სახელი ერქვას მახშვი. შესაბამისად, უნდა იპოვოთ ეს კონკრეტული ადამიანი, მას აუხსნათ სიტუაცია, შეიკრიბოთ რამდენიმე ადამიანით საკმარისი იქნება, გააკეთოთ წრე, მახშვი შვაში უნდა დადგეს წრის, შთამომავალი უნდა დადგეს ხატის წინ, ხელი დაადოს, მახშვი ლოცვის წაკითხვის ფორმით ხატის სისუფთავეს აუხსნის სათქმელს, თემის გადაწყვეტილებას, აუხსნის სიმართლეს, ცვლილება, რის შეტანაც სურს კონტრაქტში, რა კონტრაქტიც დაიდო წინაპრის მიერ, რადგან მას სხვა გზა არ ქონდა. რადგან ეს იმისთვის კი არ იყო, არამედ ეს იყო ღირსეული ქმედება კონკრეტული წინაპრის მიერ. ამიტომ ეს უნდა აუხსნას ხატის სისუფთავეს და ამით მოხსნის ზარალს. წრის გაკეთების შემდეგ, მახშვის ხატის ხელში დაჭერის შემდეგ, შთამომავლის ხელის დადების ხატზე, მახშვა უნდა წარმოთქვას ლოცვა განთქმა. მოგმართავ ხატის სიწმინდევ, ამა და ამ სოფლის თემის სულიერი წინამძღვარი, მოგმართავ ხატის სიწმინდევ, უფლის სიწმინდევ, სვანთა ხატთა სიწმინდევ, მოგმართავ სიმართლის გახსნით და თქმით მოგმართავ. მოვითხოვ და ვითხოვ ხატის სიწმინდის ფიცის მიმართ შევიტანო ცვლილება ხატის ცრუზე დაფიცების ფაქტზე, რომელიც მოხდა გვარის სახელი მიერ. ისმინე მოტივი და ისმინე სიყვარული და სამართალი, ხატის სისუფთავე ფიცო. ხატის ფიცის სისუფთავე მოხდა შენზე ფიცის ცრუში დაფიცება, რომლის ნამდვილი მოტივიც იყო სისუფთავე, სიცოცხლის გადარჩენა და რომელიც არ ემსახურებოდა პირად ინტერესებს და რომლის განზრახვაც მოქმედებაც არ ემსახურებოდა შენი სისუფთავის შელახვას, რომელიც ემსახურებოდა სხვა ადამიანის გადარჩენას, თავგანწირვას, რადგან მან იცოდა ხატზე ცრუთ დაფიცებით რა სასჯელს მიიღებდა შენგან, მაგრამ სხვისი სიცოცხლისთვის დათმო თავისი სიცოცხლე. ეს მოქმედება არის სუფთა და კამკამა ძალის, რამე თუ მისი მოქმედება და მისი ჯიში იმსახურებს ჯანმრთელობას, წინსვლას, დღეგრძელობას, რამე თუ თავგანწირვას სხვისთვის იმსახურებს სიცოცხლეს, დასაჩუქრებას და ამაზე სუფთა არ არის არაფერი. ბრძანებ და ვითხოვ ხატის სისუფთავის ფიცო, ჩვენო სისუფთავის მცველო, გააუქმო სასჯელი სახელი გვარის მიმართ
მიმართ და მისი ჯიშის მიმართ და მიიღო ამგვარის ჯიში მოდგმა შენში როგორც მოყვარე და სისუფთავის დამცველი, რადგან არაფერია იმაზე სუფთა როგორც ხვის გამოთავის გაწირვა. მოვითხოვ და ვითხოვ აღსრულდეს ჩემი ბრძანება სურვილი. მოვითხოვ და ვითხოვ თემის სახელით, სოფლის სახელით, სიმართლის სახელით, აღსრულდეს ჩემი ბრძანება სურვილი, აღსრულდეს. ლოცვის დასრულების შემდეგ, როდესაც უხუცესი დაასრულებს ლოცვას, ლოცვის განმავლობაში შთამომავალს ხატზე უნდა ედოს ხელი, მასში უნდა იყოს მშვიდი, სიყვარულის შეგრძნება და ბალანსი. და როდესაც ლოცვას დაასრულებს უხუცესი, შემდეგ უნდა წარმოთქვას შთამომავალმა შემდეგი ლოცვა. ვიღებ უხუცესის სამართალს, ვეთანხმები მას, ვიღებ ხატის სისუფთავის შეცვლილ სამართალს ჩვენი გვარის და სისხლის ხაზის მიმართ, რომელსაც განახორციელებს ხატის ფიცის სისუფთავე. უხუცესის ბრძანება სურვილს ვიღებ, ბრძანებ დავიცავ ხატის სისუფთავის ფიცის სიწმინდეს, აწდა მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ. თქვენ თუ არ დაეთანხმეთ ამას, უხუცესმა რა ბრძანებაც გასცა, დასრულება არ მოხდება ამის, თქვენ უნდა მიიღოთ ეს, რაც უხუცესმა გააჟღერა ლოცვაში. ეხლა ალბათ იკითხავ, ეს ლოცვა საიდან მოვიდაო? ეს ლოცვა მოვიდა იქიდან, რომ დიდი ხანია ეს ყარმა ელოდება თავის სიმართლეს, რომ მოხდეს ის, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, იმის დამსახურებით ექვივალენტში დაუბრუნდეს ნამდვილად, რასაც იმსახურებს კარგს. საკმარისი არის ის, რომ განახორციელო ის, რაც გითხარი და გამოაჯამთელო თქვენი ჯიში. მე ფულს არ ვიღებ. საერთოდ არაფერი არ ვიცოდი ამ ყველაფრის შესახებ. უბრალოდ სამყაროს როცა სურს, რომ ადამიანს დაეხმაროს, მიგზავნის მე და ინფორმაციების ცოდნებიც მომდის. სულ ეგ არის, ხა განათლებაც მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ხატზე დაფიქსება გამიგია შორიდან ისე, მაგრამ ისე რომ მაგაზე კვლევები მქონდა, არა. კვლევები რას გიხსნე? ეს ის კი არ არის, რომ რაღაც ფულს ვიღებ და რაღაც სხვა რაღაც არის, აქტიური არის და გამოიყენე ეს შემეცნება, რაც გითხარი, უბრალოდ ეს განახორციელეთ და რასაც თქვენი გვარი ნამდვილად იმსახურებს, ის დაიბრუნეთ. თქვენი გვარი იმსახურებს კარგს და ეს უნდა დაიბრუნოთ. არაფრის, რა თქმა უნდა, ეს შენი მადლობა საკმარისია. მაგაზე ძვირადღირებული და მაგაზე ფასეული რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი უბედნიერესი არის იმის შეგრძნებით, რომ როგორც იქნა გამოსავლის პასუხი იპოვა. მაგ სამადლობელზე ძვირადღირებული და ფასეული არაფერი არ არის. ამიტომ არაფრის მიღებულია შენი მადლიერება, მიიღე ჩემი ცოდნა, გამოიყენე ჩემი ცოდნა, გზადაგზა თუ მოგინდებათ შემეხმიანე, მე აქ ვარ, მე მეგობრე, გემეგობრები. ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი. ეხა შენ როგორი სიხარულიც გამოხატე და როგორი ემოციებიც გამოხატე, რა თქმა უნდა, ეხა ეს ჩემი ლაპარაკის გამო ეგ არ ხდება. მე შენ რაც მოგეცი, ეხა რაც გელაპარაკე, ამას შეცვალა შენი მომავალი, შენი ჯიშის მომავალი შეცვალა და ამ მომავლის ცვლილებას მოყვება უკუ ეფექტი. მომავლიდან წარსულში მოდის ტალღა და ის შეგრძნება, ეხა რაც შენ გაქვს სიხარულის, ბედნიერების, გახარების და ის ეიფორიის და უკვე რო იპოვე, უკვე იცი, მთელი შენი არსი დგზენი, ყველაფერი მიხვდი უკვე რა უნდა ქნა. აი ეს შეგრძნება არის ზუსტად ის, რომ მომავალი უკვე შეიცვალა. მაგრამ ეხლა დანარჩენი შენზეა და მოკიდე უნდა გააკეთო ეს განახორციელო, მაგრამ მომავალი უკვე შეიცვალა და ყველაფერი კარგად არის. იქნება და უსასრულოდ. რაც არ უნდა დაგჭირდეს, აქ ვარ, ვიმეგობროთ, დავლოცავთ თქვენ გვარს, დავლოცავთ თქვენ ჯიშს, დაგლოცავთ ყველას და დალოცულები იყავით.